ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ზე ერთმანეთზე უკეთესი ტექსტები იდება ემოციური პირველ ყოვლისა, შეძახილები, მოდი ასე ვიტყვი. აღმოჩნდა, რომ 24-დან 25-დან 23-დან თუ გნებავთ ასე ვიტყვი, მას შემდეგ რაც ამ უკანონო რეჟიმმა გაამკაცრა რეპრესიული პოლიტიკა, აღმოჩნდა, რომ ჩვენ Facebook-ზე გვყავს უნიჭიერესი მწერლები. დიახ, ყველა მწერალია მოცემულ ეტაპზე. ყველა აღმწერია, ყველა შამთა აღმწერია, მოდი ასე ვიტყვი თუ გნებავთ. და დავადასტურებ, რომ ყველაზე უკეთ წერენ ჟურნალისტები კი არა, ან მწერლები კი არა, აი ჩვეულებრივი პირები, რომლებსაც არ ჰქონიათ აქამდე შეხება კლავიატურასთან და კალამთანაც კი, ხო? კარგი ექიმი შეიძლება საუკეთესო ექიმი შეიძლება უკეთ წერს ვიდრე კარგი ჟურნალისტი. ან საუკეთესო ხატვარი შეიძლება წერს უკეთ ვიდრე საუკეთესო მწერალი, კარგი მწერალი. მოკლედ რა რისი თქმა მინდა, რომ ერთმანეთზე უკეთეს ტექსტებს ვქმნით პირველ პირში ვამბობ. ამას იმიტომ კი არა, რომ მე რამეს ვქმნი, მე შეიძლება რაღაც 500 ეულს მიღმავარ, 1000 ეულს მიღმა, მაგრამ მართლა აღმოვაჩენ ხოლმე აი ნებისმიერი ჩასქროლვა, ხო? ნებისმიერი ჩასქროლვის შედეგად შენ აღმოვაჩენ, რომ ძალიან კარგად აღწერენ ვითარებას პირები, არა მხოლოდ მედია საშუალებები და კიდე წარმოთქვავენ, აი ახლა აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ოჯახის პროტესტი გარკვეული ფორმით, ეკა ჯავახიშვილი და ამბობს ქალბატონი ეკა იმას, რაც ყველას სათქმელია და მე უკვე ეს ჰეროიკული, დიახ, ეს არის ჰეროიკული ბრძოლა ქართველი ხალხისა. ამ ჰეროიკული ბრძოლის აღმწერი ტექსტები, ამ ტექსტებს რო ეცნობი, ხო, ნახულობ, ხო, სრულ საგიჟეთში ვართ, ამას რო ამბობს პედაგოგი მანანა ჯავაშვილი, რომელიც თავისუფალია და ულოცავ, ეგრა მაგის პასუხია, ხო, შენ აღფრთოვანდე. მაგრამ ბატონებო, მეგობრებო, ზვირფასებო, საყვარლებო, კარგებო, უკეთესებო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჩვენ გარდა ემოციური ტექსტებისა, მოდით ვიყოთ გულახდილნი, გვჭირდება მათემატიკაც, მეთქი ასე ვიტყვი, ჩვენ გვჭირდება დათვლა სამწუხარო რეალობა, რომ პოლიტიკოსთა უმრავლესობა, პოლიტიკური პარტიები სადღა არიან, მაგრამ მაინც ხო, პოლიტიკური პარტიები არ არიან, იმიტომ კი არა რომ გააუქმა ვინმე, არამედ იმიტომ რომ აქტიურდი არ არიან. ვერ ხედავენ საკუთარ როლს, მისიას, ვერ გრძნობენ მომენტუმებს და ასე შემდეგ. ხო, აღმოჩნდა რომ ქართული საზოგადოება უნდა დათვალოს რაღაცეები. ქართული საზოგადოების ერთმა ნაწილმა, სპონტანურმა, ემოციურმა, რუსთაველზე ყოველდღე მყოფმა და ასე შემდეგ უნდა გათვალოს პოლიტიკური სწორედაც რომ ნაბიჯები და პოლიტიკოსებს თუ მაინც და მაინც უნდა უკარდახოს, რომ მოდი ამ მიმართულებით წადით, ამ მიმართულებით იმოქმედეთ და ასე შემდეგ. ეს ხვითოები უმრავლეს შემთხვევაში ხას უსვავ, უმრავლეს შემთხვევაში ხვითოები ვერც აიტაცებენ ალბათ ამ ყველაფერს, მაგრამ ამიტომ უფრო ხშირია საუბარი იმაზე, რომ ახალი პოლიტიკური ძალები უნდა გაჩნდეს, ნებისმიერი მიმართულების, აი მარცხენეები, ცენტრისტები, მემარჯვენეები, ლიბერალები, კონსერვატორები და ასე შემდეგ, რომ ახალმა ძალებმა მაინც შემოიკრიბონ გარშემო ხალხი და ემანდ მართლა რომ დანიშნოს არჩევნები, თუ დაგჭირდება ისიც იმ არჩევნებში მონაწილეობა, მე არა ვარ დარწმუნებული იმ პირობების გათვალისწინებით რა პირობებსაც გვთავაზობს ბიზინა ივანიშვილი ბანდიტი, ხო, მაგრამ თუ მაინც დაგჭირდება, ამ შემთხვევაში რაღაც ერთიანობაზეც კი არ ვლაპარაკობ მაინც და მაინც, მაგრამ რაღაც ახალი პოლიტიკური სუბიექტებიც შეუპირისპირდნენ და ჩაანაცვლონ ძველები, მეთქი, რომელთა დიდი ნაწილი ლიდერებისა, მათ შორის არ ვარგა. მოდი ვიყოთ გულახდილნი, დიდი ნაწილი არ ვარგა, მცირე ნაწილი ვარგა, ის მცირე ნაწილსაც ძალიან უჭირს და ასე შემდეგ. ეს არის ერთი პასაჟები, 1, 2, 3, 5 პასაჟი ჩემი ამ ვიდეო ბლოგის. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ჩემი მოსაზრებით დარჩენილ არ ვიცი 12 წუთში, 15 წუთში არის ცხვარა. მე გეკითხებით ყველას. საზოგადოების წარმომადგენლებს, სახეებს, საკუთარ თავს ვეკითხები. ხომ ეს ხო აქტიური ვარ 500 მიღმა 1758 ან 2327 ხო? მეც ხომ აქტიური ვარ საკუთარ თავსაც ვეკითხები, ხალხო, რა ვაკეთებთ ასე მაგალითად 2025 წლის 28 ნოემბერს. დღეს 4 ნოემბერია. ანუ 24 დღეში რას ვაკეთებთ, რას ვაპირებთ, რას ვაკეთებთ. ეს უბრალო თარიღი არ არის. გასული წლის
28 ნოემბერს ბანდიტი ირაკლი კობახიძე რომ გამოეთრა, მან თქვა შემდეგი რამ, რომ საქართველოს შეაჩერა ევროინტეგრაციის გზა. საქართველოს აღარ მიდის ევროკავშირისაკენ, მე იბოდია რომ 28 წლამდე მოხდებაო, ეს 28 წელს ჩვენ მზად ვიქნებით რომ გავწევრიანდეთო, ეს ყველაფერი დანარჩენი არის ბულშიტ, ტყუილია ეს ყველაფერი. საქართველოს დაასრულა ზმნა, უნდა შევარჩიოთ ზუსტად. საქართველოს დაასრულა მოძრაობა ევროკავშირისაკენ, ჯერ სად მიდიოდნენ ეს ბანდიტები, მაგრამ როგორც მიდიოდნენ ფორმალისტურად, ისიც კი ღიად, იმაზეც კი ღიად თქვა, რომ ჩვენ აღარ მივდივართ ევროკავშირისკენ და გავბედავ და ვიტყვი, რომ მოდი მაინც ასე ვიტყვი, ათეულში ან ასეულში ვიყავი და მეთანხმებიან და ეს მე სხვა დროსაც მithქვამს, იმ პირთა შორის ქართული საზოგადოებიდან, რომელიც გავარდა რუსთაველზე პირველ ასეულში ვიყავი, იქ დამხვდა სოფო ხუნწარია ასე მაგალითად, იქ დამხვდა ცირა ელისაშვილი, მე აი ღიად ვამბობ ამას. მაგრამ იმასაც ღიად ვამბობ, რომ ამ ტელეფონით, მაშინ ეს ტელეფონი არ მქონდა, ამ ტელეფონით აი ესე ავტომანქანას მართავ, ინგა ჩემი მეუღლე გადარეულია და მეუბნება რომ ირაკლი ფრთხილად იყავიო, იმიტომ რომ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ პოლიციური შენაერთები, პოლიციელები, მილიციელებად გარდაქმნილები უკვე შემდგომ გამოვიდოდნენ ქუჩაში და მართლაც გამოვიდნენ, ოღონდ არა მაინც და მაინც 28-ში, არამედ მოგე 29-დან 30-დან, 1 დეკემბრიდან და მოაწყეს ის ჯოჯოხეთი, რაც მოაწყეს და ეს რასაკვირველია, ჯოჯოხეთი იყო და ამ ჯოჯოხეთში ვართ. კიდეც მოკლედ ინგა მაფრთხილებს რომ ფრთხილად იყავიო, მე მაინც გავვარდი აქედან და შემოსასვლელი კარი არის 3-5 მეტრში მაქსიმუმ, გავვარდი გარეთ და ზურა ჭიაბერაშვილი და სხვები და მე მოწმებიან და საკუთარ თავს არ ვაქებ რასაკვირველია, ამ ეს ტელეფონი მივიშვირე ავტომობილიდან მარჯვენა ხელით მართავ და ვინც არ გამოვიდეს გარეთ ჩვენ მომხრეებს ვეუბნები, მეთქი იმის ესე და ესე მეთქი ბოდიში, რასაკვირველია დავიგინე პირდაპირ მნიშვნელობით, არა, იმიტომ კი არა რომ მე გამოვიყვარე ხალხი, რასაკვირველია არა ხალხი ისედაც და უჩემოდ გამოვიდოდა, უჩემოდაც გამოვიდოდა, მე რომელი ლიდერი ვარ, მაგრამ ეს ემოცია იყო გულწრფელი, ის ემოცია იყო სწორი, ის ემოცია იყო სწორი ადრესატი იყო შერჩეული და არ ვიცი, იმ ამდენიმე 10,000-დან რომლებიც იმ დღეს გამოვიდნენ და შემდგომ დღეებში მეტი გამოვიდა, რასაკვირველია, უხეშად ვლაპარაკობ 30 კაცი გამოყვანილია, 22 კაცი ჩემი გამოყვანილია, არა 12 კაცი ჩემი გამოყვანილია, 12 მოქალაქე. ხო და ეხლა მე ვკითხულობ, მაინც და მაინც უნდა დავიგინო და ვიკითხო, დაგინებით უნდა ვიკითხო, რას ვაპირებ, დავიგინები, პრობლემა არა, მაგ YouTube კი ამგზავნავს, მაგრამ მაინც გეკითხებით, შევიგინებით უგნებავთ, რას ვაპირებთ მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, ანუ 1 წელი რომ მომრგვალდება, ხო, იმ ცნობილი პირველი აქციიდან, რომლის შედეგადაც უწყვეტი აქციებია, თორე ბანამდეც იყო რასაკვირველია აქციები, რომლის შედეგადაც უწყვეტი აქციებია, რას ვაპირებთ 28 ნოემბერს მიმდინარე წლისა. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ ვარგა უმრავლესობა, ადეკვატურები არ არიან, მომენტუმს ვერ გრძნობენ, ჩააჯდნენ, ჩაბუდდნენ საკუთარ ოფისებში ღმერთმა უწყის, რომელი ჯანდაცვის პროგრამის, რომელ მეოთხე ქვეთავს წერს, რომელიმე მათგანი. ეს ერთი. მეორე, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ადეკვატურები არიან, მაგრამ უკიდურესად უჭირთ, იმიტომ რომ ამ რაჟდენა ცელის მჭერის ხელში, ცელი უჭირავს ხო იმ რაჟდენა კუპრაშვილს. ხო, პრაქტიკულად ვერ ოპერირებენ, ბიუჯეტები არ აქვთ, დაფინანსება არ აქვთ, კატასტროფულ მდგომარეობაში არასამთავრობო ორგანიზაციებიდან 99-კენ 100%. ინდივიდების ენთუზიაზმზე ვართ დამოკიდებულნი და ფუძნებულნი რასაკვირველია. პოლიტიკოსები ინდივიდუალურად, პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, მედია, პროფესიული წრეები და ასე შემდეგ. რას ვაპირებთ? ვინმეს უფიქრია კი რომ მოდი, აი, მე ვარ ექიმი და მე უკაცრავად სიტყვისთვის მოვხოდავ ან მოვკრებ ასე მაგალითად რა დავასახელო ახლა რომელი სივრცე თუ რომელი სფერო დავასახელო და ასე მაგალითად ფილარმონიასთან ან ჩაჩავას კლინიკასთან მოვკრებ ექიმებს. ფილარმონიასთან აი და ქვემოთ ესე კოსტავაზე ხო ჩაჩავადან ჩვენ წამოვალთ მარშით 28-ში წამოვალთ პირობითად 5 საათზე თავისუფლების მოედანზე
ვიკრიბებით თუ რაღაც უსტაველის გამზირზე ვიკრიბებით. ჟურნალისტებზე ვიტყვი, კარგით, ექიმებს დავიდავანებოთ. იქნება და ღირდეს ჩვენ ხო პოლიტიკურ პროცესში ვართ, გვინდა თუ არ გვინდა. დიახ, ჩვენ ნიუსს აკეთებთ, ბენ ჩემი კოლეგები და ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ ამავდროულად ჩვენ პოლიტიკურ პროცესებს ვაძლევთ ბიძგს და სწორიც არის ამ არაორდინალურ ვითარებაში, იმიტომ რომ ეს არ არის ორდინალური ვითარება, ეს არაორდინალური ვითარებაა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების წინაშე საფრთხის წინაშე ვართ და აქედან გამომდინარე ხომ არ იქნებოდა უპრიანი რომ ჟურნალისტები ასე მაგალითად გმირთა მოედანზე შეკრებილიყვნენ ასევე გმირთა მოედანზე შეკრებილიყვნენ ყოფილი მეომრები თუ თავდაცვის უწყების თუ შეიარაღებული ძალების ანუ თუ რაღაც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები სხვადასხვა თაობისა რომლებიც მეტწილად ასაკურია თავდაცვის უწყების წარმომადგენლები რომლებიც აფხაზეთ ომგამოვლილები არიან ცხინვალის რეგიონ ომგამოვლილები არიან 2008 წელ ომგამოვლილები არიან და ასე შემდეგ რამაინც და მაინც სამხედრო ფორმებში არამედ ისე ხო და შეკრებილი იყვნენ გმირთა მოედანზე მემორიალთან და ისინი სხვა მარშით წამოსულიყვნენ 300 ჟურნალისტი არა ბევრია 50 ჟურნალისტი 300 კომბატანტი ექს-კომბატანტი რაღაც 200 ექიმი მასწავლებლები რომელთა წარმომადგენლებიც ხელისუფლებამ დაიჭირა რაღაც სხვა მარშით უნივერსიტეტის პროფესორა ისიც თქვი არა თქვენ რომ პრაქტიკულად აი ჩვენთან რამდენი პროფესორი მასწავლებელია პრაქტიკულად პროფესორი მასწავლებლები აღარ იქნებიან უმაღლეს სასწავლებელში სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლები იგულისხმება და ისიც თუ არა თქვენ რომ ყველას ვინც თავისუფლების აზრის მატარებელია ილიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება და მისი ბანდიტი განათლების მინისტრი და ბანდიტი განათლების კომიტეტის თავმჯდომარე არც ვიცი ვინ არის მაგრამ ბანდიტი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება და მოკლედ ბანდიტი ეს ხელისუფლება კობახიძის თავკაცობით მიაჭერს და მიაჭერს ამასობაში შუქი წავიდა თელს ჩემს ბინაში რა საინტერესოდ ვითარდება ხო შუქი წავიდა ელექტროენერგია აღარ არის მე კი აი თუგრივად ესე განვაგრძობ ნახეთ როგორი უცნაური ესე ჯობია ალბათ ხო ესე ჯობია ნახეთ რაღაცა აი ესეთი რაღაცეების ხდება ხო რას ვაპირებთ 28 ნოემბერს კიდე ბევრი რამის თქმა მინდოდა მე არ წავშლი ამ ვიდეოს გულახდილად გეტყვით თუმცა კი გულახდილად გეტყვით იმასაც რომ მქონდა ბევრი სხვა ასათქმელი და ამ ვიდეოს ავტვირთავთ რას აკეთებთ და რას არ მინდა მესამე პირში ლაპარაკი ხო ასაკეთებ მეორე პირში ლაპარაკი არ მინდა მესამე პირში ლაპარაკიც არ მინდა პირველ პირში ვილაპარაკებ რას ვაკეთებთ 28-ში აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება მათემატიკა ჩვენ გვჭირდება მეტი და მეტი დაძაბულობა ჩვენ გვჭირდება მეტი და მეტი დისკომფორტის შექმნა ქართული რუსული ოცნებისათვის ჩვენ გვჭირდება მათთვის იმის ახსნა მოვიდა ამასობაში შუქი მოდის ვიხდი მე ჩავრთავ კი მოდიშებთ რინგს რომელიც გარკვეული ალბათობით გადაიწვა კიდეც რინგი გადაიწვა ამასობაში თურმე ნახეთ რაები არ ხდება რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს რინგი გადაიწვა ამასობაში ანუ ის რაც მე უკეთეს განათებას იძლეოდა ახლა ამ ეტაპზე მაგრამ რა ვქნათ ესეთია ცხოვრება ხო რას ვაპირებთ აი ეს არის კითხვა იმოდიშებთ აი ამ უხერხულობისათვის მომიტევებთ მე რატომ მომიტევოთ მაგრამ ეს ვიდეო ბლოგი უნდა ამეთვირთა ეხლა მე ვეღარ დაველოდები რინგის გაკეთებას ან ახალს აღარ ვიყიდი დღეს ყოველ შემთხვევაში გამარჯვებას კი გისურვებთ დახვალეს